გუშინ, რომელიც არ მთავრდება. ამ სახელწოდების სპექტაკლის ჩვენება 8 მარტს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა. თეატრალური წარმოდგენა ქართული სიტყვის ფესტივალის ფარგლებში დაიდგა. აღნიშნული ფესტივალი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინიციატივითა და თეატრალური უნივერსიტეტის ორგანიზებით იმართება. სპექტაკლის სახელწოდებით გუშინ, რომელიც არ მთავრდება, წმინდა ილია მართლის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავს. თეატრალური წარმოდგენის რეჟისორია მანანა ბერიკაშვილი. სპექტაკლი წმინდა ილია მართლისა და ოთარ ჭილაძის ნაწარმოებების მიხედვით დაიდგა. თეატრალურ უნივერსიტეტში შეკრებილებს სიტყვით მიმართეს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა და რეჟისორმა მანანა ბერიკაშვილმა. გამომსვლელებმა სპექტაკლის შესახებ ისაუბრეს და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და თეატრალური უნივერსიტეტის ერთობლივ პროექტზე გაამახვილეს ყურადღება. პროექტი, რომელიც ვიხილეთ, არის ჩვენი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და თეატრალური უნივერსიტეტის მიერ ერთობლივი ღონისძიება, რომელსაც ჩვენ დავარქვით სიტყვის ფესტივალი. ყველამ თავისი საქმე ლოცვით, სიტყვით, საქმით უნდა გამოხატოს ქმედებით და ამ ქმედებაში ავსახეთ, ვფიქრობთ, ეს პროექტი, რომელიც დღეს ვიხილეთ და ვფიქრობ, ის თავის სათქმელს სიტყვის საზოგადოების სხვადასხვა ფენაში. ეს იქნება სკოლებში, მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან. როგორც მოგეხსენებათ, უკვე მეორე წელია ეს პროექტი ხორციელდება. პირველ წელს იყო აფხაზეთთან დაკავშირებით და წელს ეს სიტყვის ფესტივალი დაუკავშირეთ ილია მართალს და ვფიქრობთ, მისი სიტყვა ყოველთვის აქტუალურია, განსაკუთრებით დღევანდელ დღეს. აშანდელი წელი ეძღვნებოდა თემა იყო აფხაზეთი, წლევანდელი წელი უკვე წმინდა ილია მართალს ეძღვნება. და ძალიან გვახარებს ეს ერთობლივი თანამშრომლობა თეატრალურ უნივერსიტეტთან. რეალურად ის პრობლემები, როგორც საკაცობრიო, ისე ეროვნული, როგორც პრობლემები, ასევე როგორც მიზნები არის საერთო და მარადიული. და სპექტაკლსაც ასე ქვია, გუში, რომელიც არ მთავრდება და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ქალბატონ მანანა ბერიკაშვილს, რომელმაც ძალიან კარგად ესე იგი ოთარ ჭილაძის საოცარი პიესა ძალიან კარგად გააცოცხლა, ძალიან შთამბეჭდავად და დიდი მადლობა რექტორს ბატონ გიორგი შალუტაშვილს, თეატრალური უნივერსიტეტის რექტორს და ყველაზე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო საოცარ სტუდენტებს, მომავალ მსახიობებს. ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო არის, რომ ეს სრულიად ახალგაზრდა მაწვილები და ქალიშვილები ამას სიღრმისეულად ატარებენ საკუთარ სხეულში, საკუთარ სულში და ძალიან დიდი გულისხმიერებით აკეთებენ ამ საქმეს. მე მგონია, რომ ჩვენ უნდა გავიტანოთ ეს წარმოდგენა, გავიტანოთ რეგიონებშიც, იმიტომ რომ სიტყვას აქვს დიდი ძალა და სიტყვა არის ძალიან მნიშვნელოვანი იარაღი, ალბათ უფრო ძლიერი იარაღი, ვიდრე ტყვია. და თუ ეს იარაღი გაისვრის, რასაც დღეს თქვენ სცენიდან უყურებდით, მე მგონი, რომ ძალიან წაადგება ჩვენ ქვეყანას, ესე მოგრძალებულად რომ ვთქვათ. თითქოს ბევრი რამე ვიცით ილიაზე, მაგრამ აი ყველა ახალი შეხებით ილია ჭავჭავაძის იმ საოცარ მემკვიდრეობასთან ხვდებით, რომ კიდე შესაცნობია, კიდე ასათვისებელია და კიდე უამრავი რამ არის, რაც გასააზრებელია. და როგორი დღევანდელი მნიშვნელობით ძალიან საინტერესო წარმოდგენა. იცით, კითხულობ ტექსტს, რომელიც დაწერილია საუკუნის წინათ და განცდა, რომ დაიწერა დღეს, გუშინ. რაღაცა Facebook სტატუსი გონია, რაღაცა აი გუშინ გამოსული ადამიანის რაღაც ფრაზაა და ხვდები, რომ ეს მარადიული პრობლემა, რომელზეც ჩვენ ტრიალებთ, უცბად აი ესე მნიშვნელოვნად აქვს გააზრებული და წარმოდგენილი ჭავჭავაძეს, ამიტომ რაც უფრო ახლოს ვიქნებით ილია ჭავჭავაძესთან, უფრო საინტერესო და თვითონ ბავშვებს აქვთ ისე კარგად და მანანას მოფიქრებული და ეს ყველაფერი თავმოყრილი, რომ აი ერთი მშვენიერი სპექტაკლია, რომელიც ყველამ უნდა ნახოს, განსაკუთრებით ალბათ აი სკოლებში სტუდენტებმა, რომ კიდე ერთხელ გაიაზრონ ილია ჭავჭავაძის ის უმნიშვნელოვანესი რაღაცა მნიშვნელობა, რის გამოც მას ერისმამას უწოდებენ.
საქართველოს მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღეს კვირეულით უერთდება. ღონისძიება თბილისში სასტუმრო პულმანში კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ გახსნა. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა დაცვის მესამე საერთაშორისო კვირეული საქართველოში კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისიისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით იმართება. ღონისძიების ფარგლებში 6 მარეგულირებელი უწყების ხელმძღვანელი პირების მონაწილეობით კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღებული შედეგები, გამოწვევები და აღსრულების მექანიზმები იყო წარმოდგენილი. ორგანიზატორთა განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი ყურადღება დაეთმობა ინკლუზიის ხელმისაწვდომობას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მომხმარებელთა გაძლიერებას. კვირეულის ფარგლებში მომხმარებლებთან სამუშაო საინფორმაციო შეხვედრები ახალქალაქში, ზუგდიდსა და ბათუმშიც გაიმართება. ორგანიზატორები დღევანდელი ღონისძიების არიან 6 მარეგულირებელი უწყება, რომლებიც საქართველოში პასუხისმგებელი არიან მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე და პროდუქტის უსაფრთხოებაზე. მიზანი არის საუბარი და შეჯამება არსებული შედეგების ჩვენ სექტორებში, ასევე საუბარი მთავარ გამოწვევებზე და ერთ-ერთი მთავარი მიზანი ასევე აღნიშნული ღონისძიებების არის ცნობიერების ამაღლება განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც მომხმარებლებმა ჩვენი სურვილია, რომ მეტი იცოდნენ საკუთარი უფლებების და გარანტიების შესახებ. რაც შეეხება მომხმარებელთა უფლებების დაცვას, ჩვენ მიმართულებით 2 წელია უკვე კანონმდებლობა ძალაშია, 2 წლის სურათს თუ შევხედავთ, ჩვენ საკმაოდ ბევრი განაცხადი გვაქვს განხილული და საკმაოდ ბევრი გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული, რომელიც თვლით, რომ მნიშვნელოვნად შეცვალა გარემო და ერთის მხრივ მოვაჭრეები, ბიზნესი გახადა უფრო ინფორმირებული საკუთარი ვალდებულებების შესახებ და მეორეს მხრივ მომხმარებლები არიან უფრო ინფორმირებული საკუთარი უფლებებისა და გარანტიების შესახებ. მომხმარებელთა დაცვის კუთხით სემეკი აქტიურად მუშაობს, მხოლოდ გასულ წელს 3000-ზე მეტი მომხმარებლის საჩივარი განცხადება დარეგისტრირდა კომისიაში, ყველა მათგანი იქნა განხილული. თითქმის 3 მილიონ ლარამდე არასწორად ან ზედმეტად დარიცხული ან კიდევ ხანდაზმული დავალენების სახით ჩამოეწერათ მომხმარებლებს და გარკვეული კომუნალური სერვისების დაგვიანებით მიწოდებისთვის 800,000 ლარამდე მომხმარებლის სასარგებლოდ მოუწიათ კომპენსაციების გადახდა კომუნალურ კომპანიებს. ჩვენ ვამარტივებთ მომხმარებლებთან ურთიერთობის ნაწილს და ყოველწლიურად ახალ ელექტრონულ სერვისებს გეგმავთ, ან არსებულ ელექტრონულ სერვისებში ვამატებთ სხვადასხვა მიმართულებებს, იმისაც რომ მომხმარებლებს გაუადვილდეთ კომუნიკაცია კომუნალურ კომპანიებთან. დაზღვევის კუთხით მომხმარებელთა უფლებების დაცვა დღეს ბევრად უფრო მაღალ დონეზეა. ჩვენ მუშაობთ საერთაშორისო სტანდარტებით, რადგანაც დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ორგანიზაციას აქვს კონკრეტული მოთხოვნები ყველა ქვეყნის მიმართ, ერთი საერთო მოთხოვნები, თუ როგორ უნდა იყოს დაცული მომხმარებელი და არსებობს ევროდირექტივები შესაბამისობაშიც ასევე ჩვენი მუშაობა მიმდინარეობს და პრაქტიკულად დღეს ბევრ საკითხში უკვე საკმაოდ მაღალ დონეზე ვართ. შარშან მაგალითად ამ კუთხით ერთი რომ მიღებული იქნა ვინც ტურიზმში არის და უცხოეთში უწევს გასვლა, მოგზაურობს, მათთვის სამოგზაურო დაზღვევაში იქნა შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილება და მცირედი ფასის სანაცვლოდ მიღებულია რამოდენიმეჯერ მეტი დაცულობის შესაძლებლობა. კარტოფილი ყველაზე პოპულარული ბოსტნეულია კვების რაციონში. მასში შემავალი ნივთიერებები სასარგებლოა გულის ჯანმრთელობისთვის, ძვლებისთვის, კანისთვის და მნიშვნელოვან როლს ასრულებს არტერიული წნევის დარეგულირებაში. ამ საკითხზე სპეციალისტებმა კვლევა ჩაატარეს. მათი განმარტებით, კარტოფილი შეიცავს მნიშვნელოვან საკვებ ნივთიერებებს, ვიტამინებს, მინერალებსა და ნახშირწყლებს. მასში შედის კალიუმი და ფოსფორი, რომლებიც აუცილებელ საკვებ ნივთიერებას წარმოადგენს ძვლების ჯანმრთელობისთვის. სპეციალისტების განმარტებით, კარტოფილის შემადგენლობაში შემავალი C ვიტამინი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს იმუნური სისტემის გაუმჯობესებაზე. კვლევაში მონაწილე პირები მოხარშულ ან შემწვარ კარტოფილს მიირთმევდნენ.